დღეს მოვედით ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე უზარმაზარ რავეჯის მაღაზიის ქსელში, რომელსაც ქვია IKEA. და აქ შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე წვრილმანესი ნივთიდან დაწყებული, ყველაზე უდიდეს ნივთით დამთავრებული. რაც შეეხება სახლს, ოჯახს, კალმიდან დაწყებული, ბაღის ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი არის, ყველაფერი. და არის როგორც დიდი ლაბირინთი, სადაც უნდა შეხვიდე, აქვს შესასვლელი და გამოსასვლელად ვერ გამოხარ ნებისმიერ დროს, სანამ არ ჩაამთავრებ ლაბირინთის სიარულს. ყველაზე კარგი რაც აქვს ამ მაღაზიას ის არის, რომ ძალიან იაფად შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი ნივთი. სხვა მაღაზიებთან შედარებით ყველაზე იაფად არის აქ რაღაცები. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არის მოწყობილი თითქოს სახლის პატარ-პატარა ოთახები, სადაც თვითონ უკვე დიზაინით არის გაკეთებული ყველა ავეჯი თუ ნივთი დადებული, რომ იდეას გაძლევს თუ შენ როგორ შეგიძლია მოაწყოს შენი საკუთარი სახლი აი ამ ნივთებით. ახეთ ეს არის ერთ-ერთი კუთხე სახლის, სადაც ბავშვები თამაშობენ, საყარდობა არის. აქეთ არის დივნების ადგილი. ჩვეულებრივი სახლის იმიტაცია არის, ეს ბავშვების საძინებელი. აქეთ აი ესეთი აბანო არის. და აქეთ საწერი მაგიდა ბავშვების ოთახში. გადიხარ მერე საძინებლოში იქით. რადგან ჩემი და არის სრულად, მისთვის ვარჩევთ ესეთ სარწეველა სკამებს. რომელიც ძალიან კომოდო არის, კომოდური და კომფორტული ბავშვისთვისაც და დედისთვისაც. აქ რომ მოხვალ თან იდეებს აიღებ, თუ რა და როგორ გინდა რომ მოაწყო შენ სახლში. ნახე ეს რა საყვარელი კუთხე არის. სამზარეულო კუთხე. ეს პატარა მაგიდა დასაჯდომით, ეს შედიხარ აქეთან. ჭურჭლის სარეცხი ადგილი, იქით გადიხარ და უკვე ესეთი გასქურა თავისი კარადებით. სამზარეულო სექციებში ვართ და ამიტომ ჩვენს ისე ლამაზად ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვანაირი სტილის სამზარეულოები. იქ ნახე ტანსაცმელის რომ არის დაკიდებული, ასე გონია თითქოს მართლა ვიღაც ცხოვრობს აქ. სიძვირია მე. რა სიძვირე, მე ვიზახი პირიქით იაფი არის თქო ყველაფერი. ნახე აი ეს ფასები აქ. აქეთ სამოროში გვაქვს ბევრი წვრილმანი. ესეთი ისრები არის მთელ კორიდორში, რომელიც გაჩვენებს მიმართულებას საიდ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ფაქტიურად შეიძლება ჩვეულებრივ დაიკარგო ამ ადგილას. არანაირი გასასვლელები არ აქვს, უნდა მიხვე ის არს და გახვიდე ბოლოში თავიდან, როდესაც დაიწყებ. ერთადერთი შეგიძლია უკან მიბრუნდე, თუ ახალი დაწყებული გაქვს და ზოგი ადამიანი ხშირად წრეებს არ ყავს ერთი და იმავე ადგილას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები გავს კიდეც ერთმანეთს. ძალიან მაგარი განათება ვიპოვე, ნახე ის რა ქვია, იმას გადაღებების დროს რო იყენებენ ხოლმე ისეთი შუქებს. ისეთი არის, ხედავ? კაი, ჩვენი ვლოგისთვის გამოგოდგო. წაინათელი. აი მას ხარ გამიკეთებ ის რა ქვია. ფოტო შოტი გამიკეთე. რა ქვია მაგას? სადამაც მოდის. ფოტოსესია. გულებში ხედი. ორი წელი. ტრაინ 6 ევრო. ეს აუცილებელი არის ადამიანის. ეს ერთი წელი უნდა ჩავდიოთ უეჭვი. კი, დაგჭირდება. კი. მაგრამ სადა? რაში გჭირდება? სახლისთვის რაში უნდა დაგჭირდეს? სადა უნდა შეერთო? კომპიუტერები, ტელეფონის სატენები. შეხილებს რომ ვიკეთებ იმ სამაგზელებელი და ბევრი რაღაცების შეიძლება გამოვიტანო. აღარ მინდა. რატო? აი, ვიდეო. ეს მაინდა-მაინც იმას რო ვიღებ. კაია. აქ
შეკრება ხდება. განიხილავი. ძალიან საყვარელი რაღაც პატარა საქანელა არის. სკამის საქანელა არის. სხვათა შორის ეს გამოგადგება შენც ხო იცი? პატარა ბავშვთან ერთად ესე შეიძლება ჩაჯდე, ისე დაიჭირა და იანა. კაია, ძალიან კომფორტული რაღაც არის. ან ჩოლებრის გავს, მაგრამ შიგნით რო ჯდები მოძრაობს. სხვა მოგეწონა? ანუ არის ძალიან ბევრი არჩევანი, რა თქმა უნდა. ძალიან საყვარლობა არის მომწონს. ესეთი იდეა გეიმერების ოთახს გამოადგება. ძალიან საყვარელი და ნათელფერებში არის გაკეთებული ეს საძინებელი. ეს უფრო მგონი ალბათ ბიჭის ოთახზე არის გათვლილი. ეს ფერფერებში ალბათ. რაკეთა ამ საყვარელი სარკეების გვერდით აღმოაჩინე ესეთი გასასვლელი, ოღონდ მხოლოდ ემერგენციის დროს გამოიყენება ეს გასასვლელი. თუნდადი არის ესეთი შეგრძნება, თითქოს მართლა ვიღაცის სახლში შევდივარ და უკითხავთ აბანოში ან საძინებელში. იმიტომ რომ ისე რეალისტურად არის გაკეთებული ყველაფერი. ისეთი შეგრძნება გრჩება ადამიანს, თითქოს მართლა ვიღაც ცხოვრობს. ძალიან საყვარლობა არის მომეწონა. ეს როგორი ფრენჩი. ჯერჯერობით რაც კი საძინებლები ვნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე ჩემი ფავორიტი ეს არის. ძალიან მომეწონა. გვერდით თავისი ესეთი საპირფარეშოთი. და ეს კიდე ესეთი უზარმაზარი ტანსაცმლის ოთახი. იმეცადინე დროზე. შუქია უნდა იმეცადინოს. აყაჩა. შევმოწმე დავალებები რა. Всё. ეს ნახე სათამაშო ზონა ბავშვების. ნახე რა საყვარელია და ესეთი შესასვლელი და გასასვლელი აქვს, ნახე. მე. ბავშვებისთვის. Малечачо. საყვარლობა არის, ნახე. ბავშვებისთვის ესეთი გასასვლელია. ეს მაიმუნები. Yo tengo así más o menos mi cuarto de casa de mi padre. Más o menos. აი ეს მომწონს ძალიან ოთახში რომ არის ესეთი სარკე და სამაკიაჟო სარკე. მე დავიწყე. აი ესეთი სარკით. ჩემმა მეუღლე მითხრა გიყიდია. არა, მე ვთქვი რომ იყიდე მეთქი. იყიდე მეთქი. არა, იყიდე მეთქი, რა პრობლემაა, იყიდე მეთქი. გიყიდიო მითხარი. მე ეგეთი არაფერი გამიგე. მე გავიგე. ჩაგიწერე. მანა ხევცადა იყიდე მეთქი. ლეცა. ხო, აი გვიყიდოთ და მიყიდე და თან გაგამარიაჟებინებ ხოლმე შენ კუნთებს სარკეში.
კიდე სხვა საკეცა ის არის ყველაფერს რასაც კი აქ შევხვდებით, ყველაფერი იყიდება. ნებისმიერი ნივთი, რასაც დაინახავთ ვიდეოში, მიეკუთვნება IKEA-ს და ყველაფერი იყიდება. გახსოვს შენ ესეთი რო ქონდა? ნახე პატარა ზოოპარკი აი, მე რა საყვარლობა არის. Oigan. რა საყვარლობა არის. ანუ ეს ერთ-ერთი იდეა არის, რომ სახში შეგიძლიათ ესეთი პატარა ფანჯარასავით გააკეთოთ, გამოჭრათ და შიგნით ჩასვათ სათამაშოები და მოუწყოთ თითქოს იმათ საკუთარი სახლი აქვთ. როგორც ხედავთ, უამრავი სათამაშოები არის აქ. ადრიანამ ეს პანდა აიღო და უხარია ბედნიერი. Tomiqas. გიყვარს. რას დაარქმე? რას დაარქმე? სახელი რას დაარქმე? Bandi. ჯობა, ჩემი სახელი არის პანდი. და ჩემი ძიდა არის ადრიანა. გამოვედით ესეთ სივრცეში, სადაც დიდხნიანი თვალიერების და ყურების შემდეგ ხალხი გამოდის შესასვენებლად, რომ წაიხემსონ და მერე განაგრძონ ისევ სხვადასხვა ნივთების თვალიერება და შერჩევა. აი, ამ საწოს გულგრილად ვერ ჩაუვარე და ავიღე ჩემთვის საყვარლობა სანუ მეწონა. და ბამბის არის 100%. ეს უსაწოლის გადასაფარებლები არის ნაირ-ნაირ სხვადასხვა ფერის ბავშვებისთვის. ჩვენ ძირითადად ბავშვების ტანსაცმლებს უყურებთ და ბავშვების ავეჯს და ნივთებს, იმიტომ რომ ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ თვეში შეგვემატება კიდევ ერთი პაწუკა არსება, რომელსაც დასჭირდება ყველა ეს ნივთი. ვისაც დაინტერესებს რომელიმე ნივთი, აქვს თავისი მოყვება, თავისი ნომერი და იმ ნომრით დაბლა არის დიდი საწყობი, სადაც აი ამ ნომრით იპოვით საწყობში ნებისმიერ ნივთს, რომელიც აქ მოგეწონება და ჩახოთ მერე იყიდით. რატო ხარჯობ? ეკონომია. ესეც აი ამხელა უზარმაზარი საწყობი, ესეთი დიდი სექციებით, სადაც ყველაფერი არის დახარისხებული ნომრების მიხედვით. აი ამ ნომრით, რომელიც თვითონ ეწერა ავეჯზე, მაღლა ეხა ჩამოვედით ალმასენში, საწყობში და ჩვენ თვითონ ვიღებთ ამ ავეჯს და ვაწყობთ ესეთ ურნაში. ანუ ჩვეულებრივი თვითმომსახურება არის, ყველაფერი არის დანომრილი და ამ ნომრების მიხედვით იპოვი ნებისმიერ ავეჯს, რომელიც მოგეწონა და რომლის ყიდვაც გინდა. ასევე აქვთ სახში მიტანის სერვისი, თუ ძალიან დიდი ავეჯი არის, რომელიც მანქანით შენ ვერ შეგიძლია წაიღო, თვითონ ეტყვი, აი აქ გასასვლელში და სახში მიტანის სერვისი აქვთ და დაჟე აწყობის სერვისიც აქვთ. თვითონაც შეუძლიათ აგიწყონ, თუ შენ თვითონ ვერ ახერხებ ავეჯის აწყობას. მე რომ მიყვარს საპიკნიკე ავეჯი. და ყველაფერი დასაკეცი არის და ესე კომფორტულად შეგიძლია წაიღო საპიკნიკეთ. თავისი ქოლგან. ჩვენ კუხნაში ვართ. მიკროფონი დაჯდა. დღეს ჩვენ არის აი მასტო.
წამო, გველოდები. Всё, წავედით. კაი, ანუ გადახდას მორჩნენ, მიკროფონი დამიჯდა, მაგიტომაც ვერ მოგითხრეთ და მოგიხსენეთ ეს ამბავი, იმიტომ რომ გადახდა გააკეთეს ახლა ხანს. და როგორი გადახდა არის, განვადებით ხდება ბარათის გაკეთება, რომელზეც არის დარიცხული 600 евро და შეგიძლია შენ ნელ-ნელა გადაიხადო ეს თანხა 0%-ის განვადებით. ძალიან მნიშვნელოვანი და თან სახში მოგიტანენ ავერძსაც და აგიწყობენ ყველაფერს. ასე რომ შენ მარტო უნდა მოხვიდე, შეათვალილო რაც მოგეწონება და მერე ნომრებს ჩაინიშნავ, ამ ნომრებს მისცემ მომუშავე პერსონალს და ისინი მოგიძებნიან ყველაფერს, დაგილაგებენ, სახში მოგიტანენ და ყველანაირად მოგემსახურებიან. ასე რომ ძალიან კარგი სერვისი აქვს ამ IKEA-ს. ეხლა წავედით, იმიტომ რომ დავითი მელოდები. ჩვენ ვაჭრობას ადრიანამ თავისი პანდა იყიდა. პანდი. და წავედით ეხლა საჭმელად, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ, მიკროფონი გამიფუშს და ბოდიშით კარგი ხმა თუ არის მის. და ახლა უნდა დავისვენოთ ცოტა ხანი და მივირთვათ გემრიელობები. მოვედით კოლუმბიურ რესტორანში საჭმელად, სადაც არა, რესტორანში მოვედით რომ დავიძინოთ აქ რჩები. სადაც აქვს ძალიან გემრიელი და განსაკუთრებული კერძები და უზარმაზარი რაციონებით. ხალხო, აი ხა განახებთ რა მხელა რაციონებს მოგვიტანენ აქ. და თან ყველაფერი ძალიან გემრიელი და განსაკუთრებული. სხვანაირი სამზარეულო აქვს კოლუმბიელებს ესპანეთისგან განსხვავებით. ვერ აგვირჩევია. ყველაფერი გემრიელი არის. ადრიანას მოუტანეს. ნეკნები სალატთან და კარტოფილთან ერთად. ნეტავინ მის თუ ყავს ესეთი ლამაზი და ესეთი ლამაზი ორსული და არც არა მადლავი. Real motherfucker jeans. საღამოს სახლში მისულები ფეხბურთს ჩაუჯექით და აიკო რაც ხელია სამგოლით დაგემშვიდობებით. ჩვენი შემდეგი ვიდეო კი დაპირებული ქორწილის იქნება 100 გაუმწერის აღსანიშნავად. დროებით! როგორ გაგიხარდა